2021 წლის მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში პირველი ვარიანტი ამოცანა ნომერი 33. დედამიწის ზედაპირიდან ორი სხეული ერთდროულად გაისროლეს ერთი და იმავე ადგილიდან. ტოლი V1 უდრის V2 და უდრის 20 მეტრ/წამს სიჩქარეებით. მოცემული გვაქვს ორი სხეული, რომლის სიჩქარეები ერთმანეთის ტოლია, V1 უდრის V2 და უდრის 20 მეტრ/წამს. ერთი ვერტიკალურად ზევით, მეორე კი ჰორიზონტისადმი 30 გრადუსი ანი კუთხით. ალფა უდრის 30 გრადუსს. განსაზღვრეთ მანძილი სხეულებს შორის გასროლიდან ერთი წამის შემდეგ. T უდრის 1 წამს და გვაინტერესებს მათ შორის მანძილი ერთი წამის გასროლიდან ერთი წამის შემდეგ. კარგით, მოდით რომ წარმოვიდგინოთ სიტუაცია, შემოვიტანოთ კოორდინატთა სისტემა. ეს არის x ღერძი, ეს არის y ღერძი. და ახლა რა ხდება? ერთი სხეული, აი ამ წერტილიდან ერთი და იგივე წერტილიდან გაისროლეს ვერტიკალურად ზემოთ. შესაბამისად, ეს იქნება V1, პირველი სხეულის სიჩქარე. მეორე გაისროლეს ჰორიზონტისადმი 30 გრადუსიანი კუთხით. ასე ბატონო. V2 ეს ექნება V2 და კუთხე, დახრის კუთხე არის 30 გრადუსი. ეხლა რა გამომდინარე იქიდან, რომ მთლიანად კუთხე არის 90 გრადუსი, V1-სა და V2-ს შორის კუთხე იქნება ეს 60 გრადუსი და გვეკითხებიან აი ამ მანძილს. აი ამ მანძილს გვეკითხებიან ეს. ერთი წამის შემდეგ. მოდით ცალკე ამოვიხაზოთ, რა სიტუაცია გვაქვს. V1 და V2 რო ცალკე ამოვხაზოთ, ერთი არის ვერტიკალურად ზემოთ მიმართული, ასე. მეორე არის აქრე მიმართული და აი ამ მანძილს გვეკითხებიან გადაადგილების ვექტორულად რო ჩავწეროთ. კარგი, ეს არის 60 გრადუსი, როგორც თქვით. ეს არის V1, ეს არის V2, ეს არის გადაადგილების მოდული შეგვეძლო დაგვერქვია და ეს იქნება V ფარდობითი, უფრო კორექტულად რო ვიყოთ, ფარდობითი სიჩქარე იქნება ამ ორ შორის V ფარდობითი. ხოლო რაც შეეხება გადაადგილებას, დაშორებას მათ შორის ერთი წამის შემდეგ, S-ი ტოლი იქნება V ფარდობითი გამრავლებული T-ზე და ეხლა რის ტოლი იქნება ფარდობითი სიჩქარე. ეს არის 20, სიდიდით 20 მეტრ/წამი. მოცემულობით ვიცით, ესეც ანალოგიურად არის 20 მეტრ/წამი. და ახლა თუ გამოვიყენებთ ჩვენ კოსინუსების თეორემას, სამკუთხედისთვის, კერძოდ ნებისმიერ სამკუთხედში ჩვენ ვიცით, რომ დავუშვათ თუ ეს არის A, ეს არის B, ეს არის D, ჩვენის კუთხე არის ალფა, ნებისმიერი გვერდის სიგრძის კვადრატი, როგორც ვიცით, სამკუთხედში უდრის მოპირდაპირე კუთხის მიმდებარე გვერდების კვადრატების ჯამს, A კვადრატს პლუს B კვადრატი, გამოკლებული, გაუკეთებული ამ გვერდების ნამრავლი და მათ შორის კუთხის კოსინუსი, კოსინუს ალფა. ჩვენ შემთხვევაში D-სროლში გვაქვს V ფარდობითი, ესე იგი გამოდის, რომ V ფარდობითის კვადრატი უდრის A-სროლში გვაქვს V1-ის კვადრატს პლუს V2-ის კვადრატი, გამოკლებული 2V1 V2 კოსინუს 60 გრადუსი. ეს ტოლი იქნება. V1-ის კვადრატი იქნება 400, რადგანაც V1 20-ია, დამატებული კიდე 400, გამოკლებული 2 20 20, მათ შორის კუთხით კოსინუსი, ესე იგი 60 გრადუსზე კოსინუსი რამდენია? კოსინუსი 60 გრადუსი არის 1/2, გამრავლებული 1/2-ზე, ეს ტოლი იქნება 400 პლუს 400 800 გამოკლებული. ესენი შეგვეკვეცა, აქ 10 დაგვრჩა, 800 გამოკლებული 2 200, ხო, 200, 400, ეს ტოლი იქნება 400, საიდანაც V ფარდობითის კვადრატი გამოდის 400 ტოლი, საიდანაც ფარდობითის სიჩქარე ტოლი ყოფილა 20 მეტრ/წამის. შესაბამისად, S-ი ტოლი იქნება სხეულებს შორის მანძილი ერთი წამის შემდეგ, ეს ტოლი იქნება V ფარდობითი მივიღეთ 20 ტოლი, T არის 1, გამრავლებული 1-ზე უდრის 20 მეტრს. ნუ საბოლოოდ პასუხი რო დავწეროთ, S-ი უდრის 20 მეტრს.